ხდება მარტო მგელზე და ტურაზე. საკმაოდ დიდი რაოდენობაა მონადირეების შეკრებილი. გესმის? რუკაზე რომ დავხედე, დღე საკმაოდ დიდია. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან, რადგან აქ გვაქვს აღებული ლიცენზია მტაცებლის მოპოვებაზე. გახსოვთ წინა ნადირობებიდან ვესტუმრეთ სოფელ ჯორჯიაშვილს. ეხლა დაგვირეკეს ჩვენმა ახლობლებმა, რომ სოფელ ამლევთანაც ძალიან შეაწუხა ტურამ და მგელმა და გადავწყვიტეთ ბიჭებმა, რომ ჩავიდეთ და დავეხმაროთ ამ პატრიოტულ ხალხს. გამოვედით თბილისიდან, ნელ-ნელა თენდება, სანამ ჩავალთ, კარგი გათენებული იქნება. გადავეკვეთებით ჩვენს მეგობრებს და ადგილზე გავეკვევით სიტუაციაში. მარლენი რა თქმა უნდა რუსთავიდან წამოვიდა და შეიძლება ჩაგვასწროს კიდეც. მოგესალმებით. დღეს ეწყობა ლიცენზირებული ნადირობა თეთრიწყაროში, გეოზე და ტურაზე. კვლები ვნახეთ გუშინ აქ არიან შესულები, იმედია დღეს გაგვიმართლებს და გამოვა. სროლა ხდება მარტო მგელზე და ტურაზე. არც მელაზე, არც კატაზე, არც არაფერზე სხვაზე რა. მხოლოდ ტურა და გელი. გამგეობიდან თანამშრომელი გვესწრება დღევანდელ ნადირობას, ისევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლიცენზირებული ნადირობა არის. და იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. როგორც ნახეთ, საკმაოდ დიდი რაოდენობა ვართ მონადირეების შეკრებილი. ძალიან გამოცდილი მონადირეები ნახე. ამიხარდა ამ ხალხის ნახვა და კიდევ ერთხელ მოგითხოვ ბიჭებო თქვენ ყველას, როგორც ყოველთვის, ასევე იმედიანად ვარ. აქ ძალიან ბევრი უნდა იყოს ტურაც. გუშინ ჩამოვიდა რატიდოლიძე ღამე აქ დარჩა და დღეში იყო შესული კულები ნახა და მკლის კულებიც არის. მოკლედ წინაპირობა ძალიან კარგი გვაქვს და იმედი მაქვს რომ კარგ სანახაობას შემოგთავაზებთ და საინტერესო ნადირობას. არ ვართ ცოტანი. დაიძრა კოლონა, ის დრო არის რომ გავყვეთ. და ბედნიერებას გასურვებს ვარ. როგორი სიმპათიური ბიჭები არიან. როგორ ახალ ბავშვი, კიდე მანქანაში გვაგზავნეთ. ხო, როგორ ჩანს, რადიკონ ამოა ეხლა ეთყობა იქ გადაანაწილებს ხალხს რა. ბატონო. აი საკუთარ ესიათა, აი ეს ყველავანი. კაი. დღეს შევიწიო ცოტა? ტყის პირზე, კაი. ბილიკის ეკნება თამათ რომ ან რაღაცა მოიპარო და რაღაც. ის პირზე რომ გავყვეთ ბამ. იქით ახალი დადგება ერთი კაცი, მეორე. იქ დადგება მესამე. აქ უნდა დადგეს მეოთხე შევთან ჩადგება იქა. 5, 6, 7 ვეყოფით ყველას. გადავნაწილდით ნომრებში, ვიმყოფებით ძალიან საინტერესო პერსპექტიულ ადგილზე, ჩემს წინ დღე არის. რუკაზე რომ დავხედე, დღე საკმაოდ დიდია, მოცულობითი არის. შესაბამისად ეს ამდენი ხალხიც ნამდვილად საჭიროა ამ საქმისთვის. თავარია ვიყოთ ჩუმად.
და შევერწყათ ადგილობრივ ბუნებას. დიდი არჩევანის გაკეთებაც არ დამჭირდა, გადასარო ადგილას ჩამოვედი. მხედველობაც პრინციპში ნორმალური არის. ესეთ არეალზე მეწევს დაბანაკება. ჩემთვის სასარგებლო ფაქტორი არის. ფოთოლი გამხმარია, დაცვენილია, ტყე მშრალია და ყოველი ჩამიჩუმი ისმის. წესით არიგით სანამ ცხოველს დავინახავ, ხმას გავიგებ და უკვე მომზადებული დავხვდები. მე ცოტა მოვქექი აქაურობა, რომ ჩემმა ფეხის ხმამ არ მიიქციოს ყურადღება და როგორც ამ ბოლო დროს ვამბობთ ხოლმე, ეხლა ბოდის მოგიხდით და სიჩუმის რეჟიმში გადავალ. დავალოდებით სარეკის დაწყებას, ალბათ მალე სარეკი დაიწყება. ვნახოთ რა როგორ და რანაირად. მარლენი ჩემგან ცოტა მოშორებით არის და ახლობებით 300 მეტრში. კარგი ადგილი აქვს ძალიან აღებული და რაღაცა იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ტურა საერთოდ არ ერიდება ადამიანს დასახლებულ პუნქტთან პირიქით ცდილობს რომ ახლოს იყოს, რომ რაც შეიძლება ზედმეტი შრომის დახარჯვის გარეშე მოიპოვოს საკვები. ამიტომ ურჩევნია რომ ადამიანთან ახლოს იყოს და აწიოკოს ხოლმე როგორც კი ამის საშუალება მიეცემა. ამ პერიმეტრზე ეხა საიდანაც სარეკი მოდის. გესმის? უგურა ჩაკეტილი ზემოთ გახარ ბაბუდო. გადი რა მარჯვნივ რა დო ჩაკეტო იქით ახლა. საათზე მეტია ვდგავარ. ჩემს ნომერში ჯერ არაფერი არ მომხდარა. საინტერესოა ნეტა გოგასთან თუ ხდება რამე. ჩემთან არაფერი არ ხდებოდა. სარეკმა ჩაიარა, დაღლების გარეშე ამ ხარეს ყოველ შემთხვევაში მორეკვა მორჩა და მალე მორჩება ნადირობაც. სატელეფონო კავშირი არ მაქვს სამწუხაროდ. ვერ გებულობ რა მოხდა სხვა ბიჭებთან. შეგაკულებს. აგე სადანტეს. აგე. აქემოთან ჩასული. და სულ ახალია. ეს ხმება და უფეროლდება, შავი არის და რბილია. ხედავ ბაბუ? აი. ორთიძე არის ჩასული. ანუ ამის წონა, აი ამის წონა, აი ამ ხელა იყო, ხო? ამის წონა ბაბუ არის იმდენად ძიმბე, რომ მიწაში აი არაფერი. ეხა ნახე აქედან შემდეგი ნახტომი. ბაბუ. აი აქ არის. დაახლოებით მე ვარ 1.75 ხო 76 რომ დაწვე 1.76 არის შემდეგი ნახტომი გაკეთებული ხა ეს ტურა არ არის გელი ეს მოსაკითხი დაგვიტოვა ამოსაჩენადიას ვადო არაფერი ვაფშე ცოცხალი არაფერი შემინიშნავს პეპლების გარდა სარეკი მე საერთოდ არ გამიგია ძაღლების ყეფა მესმოდა აი იქით ხარეს ანუ იქვე გაჩერდა სარეკი. აი, ავშალეთ, ხო? ლამაზი დღე იყო, რა სიტყვა.
და ჩიტების ჭიქჭიკი იყო მომხიბლელი, როგორც ჩემი მალენი ამბობს ხოლმე შევერწყათ ბუნებასო, ხო იცით და აი ჩვენ შევერწყეთ ბუნებას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. პირველი მორეკვა მორჩა, სამწუხაროდ არავისთან არაფერი არ გასულა, თოფი არ გაუსვიათ ბიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მასივი იყო ძალიან ტყის დაკეტილი, მგელი ან არ იყო, ან შებრუნდა, ან რაღაცა ამდაგვარი. ვიცი რომ ბაბუსთან ჩაირბინა, ისე რომ ხმა გაიგო და ვერ დაინახა და მერე კვალიც აღმოუჩენია. რაოდენობაც კარგად ვართ ბიჭები შეკრებულები, კიდევ ვცდით ერთხელ ბედს. ხალხი ხევთან არ მიხდა დავხება. მე ხევთან მიდი, მენა ხევთან. ვალაგებთ ახლა მეორე ნომრებს. მეორე სარეკის ნომრებს უკაცრავად. აი ხედავთ კოლონა მიდის. იქით მხარესაც ხედავთ, სამი მანქანა არის წასული ბიჭები, იქით მხარეს გადაგედავენ. აი აქ შენობებიდან დაიწყება სარეკი და გამორეკავენ ხევში. მთელ პერიმეტრზე იქნებიან მონადირეები, ჩამწკრივებულები. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილი არის. როგორც წესი, ყოველთვის ტურა არის და იმედი მაქვს, რომ არც დღეს დავწყვიტავს გულს. ალბათ ერთ 10 წუთში უკვე სარეკი წესით და რიგით დაიწყება. ბუნებრივი საფარი მაქვს, როგორც ხედავთ. აქვე ჩაუჯდები და დაველოდები ამურბენელ ტურას. გვიყურეთ. რა იარაღით ხარ, პატრიცემო? მოცემულ ადგილზე ტურების სიჭარბე თავიდანვე იგრძნობოდა. სანამ ნომრებში გადავნაწილდებოდით, ორი ტურა ხევიდან ამოძვრა და მინდორი გადაგვიჭრა. შეხედავი რაღაცა. მაგრამ ეს კარაბინით არის ხო რჩევნია ეს დადგეს. ფერმი ვარ და ხო აქ ფერმი ვარ. ახლოს მოვიდა შეთასხმდა თუ შორს არ. ეგრე თუ უგნებ რომ მე მომერიქნე. ხო ფიზიკურად არ არის. თუ იქ გამომივიდა. აი ეს ხანერ ვარი ზაგდად გიშე. ხო აი იქ უნდა ჩავიდე. თუ აგეცანო. ბატონ რატის ვესაუბრე და მივხედავთ იმისა, რომ მე მგონია, რომ აი ამ პოზიციიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის და ზოგადად მონადირისთვის ტურის მოპოვება და მონადირება. გასცა განკარგულება, რომ არაო, სარეკი რო დაიწყებაო, ხევისკენ ჩაიძიეთო. ნუ ალბათ ხევიც რო ვაკონტროლოთ, რო გადავხედოთ. არის მაგაშიც ლოგიკა, რა თქმა უნდა. ვქნათ მას იყოს ნებამისი.
ვახ შენი დედავატირე შენი. აი ამიტომ ჯობდა რატი იქ რომ ჯდარიყავი სადაც ვიჯექი. მე მგონი აიყვანეს ბოლო ბიჭებმა. ეკითკენ არც ვიცი ვინ იყო. ეკითკენაც კარგი ბათქაბუთქი აქვთ. ესე იგი ამოვიდა კიდე რაღაცები. ერთიც დააკონტროლე. ხმა გავიგე რა, აი აქედან ველოდებოდი, აი ესე მოდიოდა. და რესკად გამიძვრა მარჯვნივ. მარჯვნივ პირველი ვერ ვესროლე, ყველაზე კარგი ხო? ისე შემოწრე. მართლა? აი ისე შემოწრე. რას ლაპარაკობს, ეგ სხვა არის კიდე. იქაც რაღაცას დააყარეს ბიჭებმა საკაიფოდ. ამა როგორი იყო ბიჭო, იცი, აი ესე ხო გავიდა და ეხლა ნუ იქ ხო ხალხი დგას. ანუ აი ამ მიმართულებით ვერ ვისროლე. ვაცადე ცოტა გასვლა. მერე მივაყარე და აი ვნახავ ერთი მოხდა არ მოხდა. ერთი გამოწვე. და მე ტოტებს ვიმაშვილებოდი და შიგვესვედი ცხრიანი კარტეჟები. იქ დაანაუნსეს. აი ჩემგან გაქცეულს ესროლა მე ალბათ ბოლო ნომერმა იქიდან გადავიდა და ბიჭებმა კიდე აქეთკენ მიაყარეს რაღაც. აქეთაც იქ მაღლა გავარდა ბევრი. რატო ნოლები არ ჩავდეს? უცხრიანები მელაგა, იქ რაც მელაგა ისევ მელაგა. რექსა მოდი აბა ვიგნახე მანდარი აბა იქიდან მოხდა კიდეც ნახე მანდარი არა ბიჭები რაღაცას ისვრიან და უეჭველი მოხკლა მინიცი რატი მერთი ავიღეო კაროჩი აქ სორუები რა ბევრი სორუები არის იმ ზაღლები შეყვნენ ერთი მოკლა რატი მეორე დასჭრა ორი ბაქარა მოკლა მესამეს ესროლა აქ შემოდა სოროს შეყვნენ მე ზაღლე დარასტი ადგილი ამაში აი არაჩა ხო არ ჩანს ბიჭო უთხარი რატის დედას გეფიცები დაურეკე რომ აი ხა იქ უნდა მჯდარიყავი მე იქ უნდა კაცი კიდე რაღაც გასროლები იყო, ეგეც კარგის ნიშანია.
გაგრძელებთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ამ ჯერზე უკვე გაგვიმართლა, ეს არის მეორე მორეკვა და დავდექით თუ არა ნომერში ძალიან მალევე მოხდა ისეთი მომენტი, რომ ერთი ტურა გამოვიდა და მოვინადირეთ ბიჭებმა ზოგმა კარაბინით ესროლეს, ზოგმა მერე რატიმ დააყოლა კიდე იქიდან გლოვლულიანი და მოკლედ დაეცა ის ტურა. შემდგომ ძალიან მალევე გამოვიდა მეორე ტურა, თქვენ ნახეთ მეც ვესროლე, დიდი ალბათობით მოხდა კიდევაც, იმიტომ რომ მოძრაობაზე შეეწყო კიდევაც და შემდგომ რატისთან გავიდა და რატიმ დიდი წარმატებით დასვა, ასე ვთქვათ, წერტილი. კიდეა სროლები, დიდი ალბათობით კიდევ ველოდებით ტურას უკაცრავად უნდა ჩავერთოთ. იქ კიდე სროლები არის. დიდი ალბათობით კიდე მოინადირეს. რამდენადაც ხვდები ჩვენი ნადირობა დასასრულს მივახლოვდა, ხედავ ნომრები როგორი შლებიან და მოდიან ჩვენსკენ. ჩემთან რა მოხდა კიდე აინახეთ, გამომიხდა ტურა. პირველი ვერ ვესროლე, იმიტომ რომ თანჩქარა გამოხდა და მე სასროლზე გვერდზე ნომერი მყავდა, ანუ ჩემს სასროლ ხაზზე გვერდზე ნომერი იყო და თავისთავად არც მიფიქრია სროლის განხორციელება. მე გამოვიქეცი და მივაყოლე. იმედი მაქვს რომ დავჭერი მაინც. თუ არა და შოტკამზე გამოჩნდება რა ვქენი როგორ და რანაირად. ფაქტი არის რომ ტურა ვერ გაჩერდა. 5 ტყვია ვესროლე პრაქტიკულად, ნუ 4 დამიზნებით მოდი ესე ვთქვათ რა და შევხედოთ. კი არა და უკვე შევხედეთ, ალბათ უკვე და ვნახეთ რა მოხდა როგორ და რანაირად. ნუ რაც თავარია, ნადირობა წარმატებით ჩაიარა. ახლა ბიჭები მოვლენ და ვკითხავ იქ რა სიტუაცია იყო. კარგი სროლები იყო, მე მგონია რომ 1-3-4 ცალი მაინც აღებული უნდა ყავდეთ. მივიდეთ ახლა და ვნახოთ რას გვეტყვიან, რით გაგვახარებენ. აბა მითხარი ერთი რას ხედავდი და რა გამოგივიდა საბოლოო ჯამში? გამომივიდა ტურა. აი ესე ამოვიდა, გარბოდა ბალახებში, დავინახე და პირველივე გავარდგი. პირველივე სროლით მე მგონი მოხდა, ხო, როგორც მე პირველივე მოხდა დატრიალდა. მე წოხან დაუცე და წამოხდა მაინც. გააგრძელა მეორევე სროლე და იმაზე დატრიალდა რა, მეორეც გავარდგი. მე ჩავიდა რატიმ დაადო კონტროლკა და რატი შენთან რო გამოვიდა ორი ტყვია მოხვედრილი ბოლო კიდე იგრძნობოდა რომ ეგ გამქცევი ჩანდა შეთქამზე გადავიღე ყველა. ხო ამას მაგრამ მოხდა წარმოიდგინე რა ჯანზი არის. კი არა მოზრდილები იყვნენ თან რა მოზრდილი ეგზემპლიარები. ეს პირველს რომელსაც ვესროლე. დიახ. ეგ მომზესა დიდი იყო რა. ასორეში კვთან. აი პირველზე ვიძახი ხო ორი ცალი რომ მოარტყა ჩვენმა მეგობარმა იმაზე ვლაპარაკო. ეგ დიდი იყო და აი მეორე სოროში რო ჩაგიძრა. კი და მეორე მომცრო იყო კი. მეორე მომცროზე მაგრამ ისტრიბიცელივით მორბოდა ხო გეუბნები შენი განაცხადი. დიდი ალბათობით ჩვენი ტყვიები მე მგონი არის მარილი დროლებს ეს რიდი 4 ტყვია გავარტყი ზედიზე და შესაული. მაგრამ კარგი დევნები იყო, თითქმის ყველა ნომერმა ისროლა, რაც მიხარია. შედეგიანობას
დადგა. დადგა კინოცა. მაგრამ ისე საღამო არ არის კიდე მგონი შეიძლება კიდე რაღაცა. ნახოთ აბა ბიჭებს თუ ეკრებათ მაგის ძალა. მეტყვი აღარ დავუშვ თქვენ ვალი მოგცემთ, ვალი დიმედროლებს აღარ მინდა დიმედროლის რა მოგე ჩემო მეგობრებო ეს იყო მეორე სარეკი სადაც რა ვიცი გახარებამ იმარჯვა ასე რომ ვთქვა ჩვენს გულებში იმიტომ რომ როგორც იქნა დადგა ეგრეთ წოდებული შედეგი ამ შედეგით კიდევ ერთხელ მოგახსენეთ ჩემო მეგობრებო რომ გვიხარია რატო იმიტომ რომ სოფელს შვებას ვაძლევთ ამით და რა თქმა უნდა ჩვენ გვიხარია ჩვენი თანამოქალაქეების გვერდში დგომა გამოიწერეთ არხი იყავით ჩვენთან ერთად და არ დაგავიწყდეთ რომ კროკომედია ყურადღებას აქცევს ჩვენს არხს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები მოდუნდეთ ეხლა აქვე მეზობელხევშივე გადავდივართ და ვნახოთ რა და როგორ იქნება. მეგობრებო, მოკლედ მესამე სარეკისთვის ვემზადებით. ეხლა ვიწყებთ ნომრებში გადანაწილებას და ძალიან მალე შემოგთავაზებთ კიდევ კარგ ნადირობას. ყოველ შემთხვევაში ასე გგონია რა ბიჭებო. წარმატებული ნადირობა. თქვენც ასევე სულღოლანი გადავნაწილდით ძალიან მალე დაიწყება სარეკი გავიგონებთ ტოპის ხმას თუ არა ეგრევე მაქსიმალური ყურადღება უნდა ჩავთოთ ჩემგან მოშორებით საკმაოდ შორს ძალიან შორიდან მისმოდა ტოპის ხმა ორი გასროლა იყო მე მგონი თუ არ მეშლება ძალიან საინტერესო არის ნეტა გოგასთან ხო არ გამოვიდა რატის მოუხლია კიდე ერთი ტურა. ჩავიდეთ ერთი ნახტაბა. რატი? კიდე ერთი ცალი გვაქვს? კიდე ერთი ცალი გამიმართლა. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. შენ მე მგონი საუკეთესო ნომრებზე გიწევს ხოლმე დადგომა. იცი რა არის? აი რამდენჯერ მარლენა ხა მაგის თქვა მინდოდა აუცილებლად რა. რამდენჯერ 100%-იან ნომერში ადამიანი დამიყენებია. და მე წავსულა საათღაც ბოლოში რა შანსი არ იყო რა მის გამოსვლის. ხო. და გამოსვლია მე. ეს იმაზე კი არ არის რომ რაღაცა ნომერი არის კარგი ან რაღაცა. ანახან პაცა ბედის ამბავიც არის რა. ბედის ამბავი არის. ახლა წარმოიდგინე შუქამი ჩართული არ თქონდა. დიახ. ნომერში დამდგარი არ ვიყავი. და ვახათადე ცოტა როხროხით შევიდა ნომერში და იმა გაგიკეთა სარეკი? იმა გამიკეთა სარეკი აქ იყო ჩაწოლილი და გამოვარდა კიდე და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ჩემო მარლენი როგორც ბატონი კორნაძე იტყოდა საკმაოდ ლამაზი ეგზემპლარია და კარგი ნაკვები არის როგორი ლამაზი ბეწვია ლამაზ ბეწვში არის კი ძალიან ლამაზი ბეწვია კანტა კარგი ნაკვები არის მიდაპირი სიტყვის კი ბატონო კი ბატონო დღეს ნამდვილად ივაშკაცე და ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ამით შეიძლება დავასრულოთ, ხო, ჩვენი გადაცემა. იმედია, კაი გამოვიდა. ესე მგონია, რომ კაი გამოვა და ეხლა წავიდე და პური ვჭამთ. კარგად ვშია მართალია. თელი დღეა ნადირო. მოკლედ ჩემო მეგობრებო, აი ამ ნოტაზე დაგემშვიდობეთ. აცი უკვე ის პროცედურები წავა, რომელიც, რა ვიცი, კადრში არც თუ ისე ლამაზად ჩანს ხოლმე, ამოითხრება მიწა. და იმარხება, განადგურდება, ასე რომ ვთქვათ, მონადირებული ეგზემპლარები. ესო, შენ ისროლე, ხო? ორი გასროლა? კი, ძალიან შორს იყო პროცესი ამისთვის, მაგრამ
იმან მე ერთი დავინახე გაქცეულიო და მე არ მგონი ამომერტყამა. გასაგებია. ეხი 120-ზე მაინც ჯერ არ ვარ მაგ მანძილზე ამით გასული. გიყურებს. პირველად მოკესტოფის ანადირო და მაინც ვესრო. მაგარი ტოპიკი არის. კიდევ ერთი ტურა არის ჩემო მეგობრებო მოკლული. ეს ვისი ნამუშევარი არის? ეს დაიშალა. ეს ჩემთან გამოვიდა. შენთან გამოვიდა? ვა. ოჩახ. გაინასროლი გაგიხორციელებია. აჰა. ნუ როგორი კაი კბილებია ხარისხიანი. ო, ცირკონებია. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გადაცემა დასრულდა. სხვათა შორის წარმატებულად. ნადირობაც დასრულდა წარმატებულად. გადაცემა დასრულდა. მაყურებელი იხილავს ამას. დასრულდა ნადირობა. წარმატებულად დასრულდა. ისეთი ხმამაღალი ნათქვამი ხო არ არის? არა მგონია, იცი რატო? იმიტომ რომ პირველ ჯერზე, როდესაც გაკეთდა ასე ვთქვათ სარეკი. მალე სატოპკი აგიწიე 7 ტურა მოვინადირეთ. რა თქმა უნდა წარმატებულად დასრულდა რა. პირველი ნადირობა დასრულდა 4 ტურის მონადირებით. ხოლო შემდეგი სარეკი შემდეგი ხო, უკვე 3-ით. შეიძლება ითქვას რომ ფაქტიურად სოფელს რაღაცა პატარა შვება მაინც ექნება რა. პატარა, მაგრამ ექნება. რატო პატარა გეტყვით ხახტო? ერთი 5 ტურა გაგვივიდა ისე რომ ვერც კი მოვასწარით რეაგირება. სანამ ნომრებში ჩავდექით, 5 ტურა გაძვრა თურმე. არ ვიცი ჩვენმა გიორგი მოახერხა თუ არა გადაღება, მაგრამ აი სამწუხარო ფაქტი კიდევ ესეთი გვაქვს. მე ვფიქრობ მომავალ შაბათ-კვირასაც უნდა ჩამოვიდეთ აქ. არ არის გამორიცხული, რატომაც არა, მაგრამ მე მგონია რომ მომავალ შაბათ-კვირას მე და შენ ბელორუსში ვიქნებით, ბატებზე სანადიროთ. აქინა გამომდინარე დაიხედე ახლა კარგად. ბიჭო, დღეს არის 30 რიცხვი და ხალხო ცოტა ნუ კალენდარში ეშლება, მაგრამ არა 31-ით არ არის ბიჭო ეს თვე? მე შემდეგი შაბათია 6-7-ში მივფრინავთ. შემდეგი შაბათია 7 შაბათია. არა. 6-ში ღამე 7-ში დილით, ანუ კვირას ღამე დილის გამთენიაზე მივფრინავთ ერთ კვირაში და არ გვეცლება ჩვენ მაგისთვის რას ლაპარაკობ? ესე იგი, ტურა ხალხო დაგჭათ თქვენ გამოსახშირი, სანამ ჩვენ არ ვიქნებით, ძალიან გთხოვთ იაქტიუროთ, ლიცენზიები მოიპოვეთ ხალხო და ინადირეთ, გამოხშირეთ ტურა. მალენ, შეგვიძლია ისე ვთქვათ, რომ საინტერესო იყო ნადირობა ჩემთვის ძალიან, იმიტომ რომ 5 გასროლა განვახორციელე ტურაზე. წავიდა. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გავარტყი ერთი სუნი მაქვს, ეხა შოტკამის კადრები ვნახო, გავარტყი, ვერ გავარტყი, რა შეცდომა დაუშვი, მაგრამ ძალიან ისეთი თემა იყო, რა უცებ ამომიხდა. ვერ ვესროლე პირველი კარგად, იმიტომ რომ ხაზზე მახათაძე მყავდა და ნუ ვერ განვახორციელეს როლა და ნუ მე ცოტა შორს გავიდა, მივაყოლეთ, გავერთე, როგორც მინიმუმ. და მეგონა რომ ყოველ გასროლაზე გაჩერდებოდა, ანუ მე რატომღაც დაწუნებული ვარ, რომ სწორად ვესროლე და აი ძალიან მაინტერესებს ეხა შოტკამი ვნახო და იმედია ძალიან აცილებული არ იქნება რა. ხო, არა, მაგ ყველაფერს ვიხილავ მე პირადად და ჩვენი გამომწერებიც იხილავენ. რამდენი არის არ 22000 კე გადავწყვით ხალხო და ძალიან ბევრი გვიყურებთ ისე რომ არ იწერთ არხს. ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ არხი წინააღმდეგ შემთხვევაში გაძნელდება ვიდეოების გადაღება. ნამდვილად არ გვაწყნეს თქვენი აქტივობა ბიჭებო და გოგონებო, თავისთავად. ამ ეტაპზე რა შეგვიძლია რომ უთხრათ მაყურებელს დავემშვიდობოთ და მოუწოდოთ იმისკენ რომ აიღონ ლიცენზია და ყველა რაიონში ყველა მონადირემ თავის ვალად ჩათვალოს რომ ტურა გამგელი უნდა გამოხშიროს რა. თუ აიღებთ ლიცენზიას ხახტო შეგვეხმიანეთ, დააორგანიზეთ, ჩვენ ჩამოვალ და გადავიღებთ. ვეცდებით ჩამოვიდეთ, გადავიღოთ და თქვენთან ერთად ვინადიროთ. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.